მოგესალმებით ჩვენი კულტურის ძალიან თვალსაჩინო მოღვაწეებს, ჩვენ დიდ დირიჟორებს, ჩვენს მუსიკალურ აწმყოების ხელმძღვანელს, სხვა ჩვენ ყვაწმოსულ ადამიანებს. კავტოცის ანტატიშვილს არც წარდგენა ჭირდება საზოგადოებისთვის და არც განსაკუთრებული შექება და ჩამოთვლა მისი დამსახურებების და მისი ბიოგრაფიის. თუ კი ვინმე ვიცის თუ რა მნიშვნელობის არის ქართული კულტურა, თუ რა მასშტაბის არის მისი სოფლიო მნიშვნელობა და რა დონის ვარსკვლავი ყოლია მას ისტორიულად და ყავს დღეს, ერთ-ერთი პირველი სახელი, რომელიც ყოველთვის ყველა ადამიანს გაახსენდება, არის ძისანა ტატიშვილი. კავტოცის არ არის ნამდვილი ვარსკვლავი galaktikuri განზომილების ქართული და სოფლიო კულტურის. ამიტომ ჩვენთვის წარმოუდგენლად დიდი პატივია ქართული სახელმწიფოს სახელით მისთვის იმ ორდენის გადაცემა, რომელიც ნამდვილად ატარებს მის სახელს, კერძოდ წირვალების ორდენის. ერთ-ერთი მთავარი საქართველოს ჯილდოსი. როცა ეს ორდენი შეიქმნა, თუ ვინმეზე შეიძლება გეთქვა, რომ ერთ-ერთი პირველი უნდა მას მიცემოდა, ეს არის სწორედ ქალბატონი ძისანა. ჩვენ არასდროს არ მე პირადად არასდროს არ დამოვიწყდება თქვენი პარტიებით, ჩემ ბავშვობიდან მახსოვს და მომდევს თვითონ თქვენი ხმა, ეს როდესაც თქვენ გამოჩნდებოდით ხოლმე სცენაზე და ყოველთვის ჩნდებით საერთოდ ყოველ საათს რომ გამოჩნდეთ, ეგრევე თელი ყურადღება მოგაქვთ თავისკენ ძისანა, იმიტომ რომ მართლა რაღაცა განსაკუთრებული სრულიად მართლა განსაკუთრებული ნიჭი და სრულიად ღმერთით გადმოვლენილი წარმოუდგენელი ტალანტი, რომელიც თქვენ ეს გაგაჩნიათ. ესე შეიძლება ხოლმე დაიბადო, ამას ვერ გამომუშავება და ამას ვერ შეკრება. მაგრამ რა თქმა უნდა, დაბადებასთან ერთად ეს არის დამოკიდებული წარმოუდგენელ შრომაზე, ძალიან დიდ ადამიანურობაზე, ძალიან დიდ მოქალაქეობაზე. ჩვენ ასევე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა თქვენ ნამდვილ პატრიოტის, ნამდვილ მოქალაქეობას, განსაკუთრებულ ღირსებას. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით განმოგცემთ ამ ორდენს. მე ძალიან ღელავ ახლა ჯერ ერთი. ჩემთვის მოულოდნელი იყო დღევანდელ დღეს გავიგე, რომ მაჯილდოვებდნენ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ბატონო პრეზიდენტო.